სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებში. Რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს დღე-ღამეში და როგორ დავეხმაროთ მას დაძინებაში. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი პედიატრი ნინო თოთაძე. Როგორც სპეციალისტმა განმარტა, ძილის რეკომენდებული ხანგრძლივობა ასეთია: ახალშობილებისთვის 14-17 საათი, 4-დან 11 თვემდე 12-16 საათი, 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 11-14 საათი, 3-დან 4 წლამდე 10-13 საათი, 6-დან 12 წლამდე კი 9-11 საათი, ხოლო 13-დან 18 წლის მოზარდებისთვის აუცილებელია 8-10 საათი ძილი. ძილი მნიშვნელოვანია და ის ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს და განსაკუთრებულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ბავშვთა ასაკს მიმოვიხილავთ. ნაყოფისთვისაც კი მნიშვნელოვანია ძილის და სიფხიზლის პერიოდები და უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები დადასტურებულია, რომ ზოგჯერ ნაყოფის ძილის ფაზები არ ემთხვევათ დედის ძილის ფაზებს. თუმცა ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს არც ნაყოფის განვითარებისთვის და არც დედის ყოველდღიური ცხოვრების რიტმისთვის. შესაბამისად, როდესაც ახალშობილი იბადება, ის აწყობილია არა მზის, არამედ მთვარის რიტმზე და შესაბამისად მისთვის უცხოა ის ჩვეულებრივი რიტმი დღე-ღამის განსხვავებადობის, რომელიც გაგვაჩნია თითოეულ მოზრდილ ადამიანს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ახალშობილი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი თანდათანობით შეისწავლის ამ პროცესს. თითოეული ჩვენთაგანისთვის ძილი, რა თქმა უნდა, განაპირობებს როგორც იმუნური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სწორად ჩამოყალიბებისთვის და ბავშვებში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც სწორედ ღამის საათებში განსაკუთრებულად აქტიურად გამომუშავდება, ამიტომ მათი სწორი ზრდა განვითარებისათვის და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის ძილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. პედიატრმა ძილის რეჟიმის დარღვევაზეც ისაუბრა და მშვიდი ძილისთვის საჭირო პირობებზე გაამახვილა ყურადღება. ნინო თოთაძემ ამ საკითხზე მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბავშვის მშვიდი ძილისთვის ამ შემთხვევაში, რომ იყოს სიმშვიდე მისი ძილის პერიოდში, არ იყოს ოთახში, მის ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს შინაური ცხოველები და შეიძლება იყოს ასევე თუნდაც გალიაში რომელიმე ფრინველი და ასე შემდგომ, ანუ ბავშვის სახლში რა თქმა უნდა რეკომენდებულია, მაგრამ ბავშვის ოთახში არა. მათი სწორი მშვიდი ძილისთვის ასევე მნიშვნელოვანია იყოს სიმშვიდე, მის საწოლში არ იყოს რბილი სათამაშოები ან ზედმეტი ნივთები, არ არის რეკომენდებული დედამ დაიძინოს ბავშვთან ერთად, თუნდაც კვების პერიოდში, თუნდაც კვებას გულისხმობ და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვს ეძინოს სწორ ზედაპირზე. არ არის რეკომენდებული ბავშვს ეძინოს მუცელზე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გაეღვიძათ ტირილით, ხშირად შემაშფოთებელია მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქმილი საალერსო სიტყვები არ დავიშუროთ მათთვის, შეიძლება ავიყვანოთ კიდეც ხელში, ჩაეხუტოს დედა, მოეფეროს ან დედა ან მამა რომელიმე მშობელი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ შვიდად გააგრძელოს ძილი. რაც შეეხება უკვე მოზრდილი ბავშვებისთვის, ასევე მნიშვნელოვნად რეკომენდებულია მშვიდი ძილი და შესაბამისად დაცული იყოს ძილის პერიოდამდე, გარკვეული დრო, თუნდაც 1-2 საათი, როცა მათ აქტიური ურთიერთობა არ ექნებათ ეგრეთ წოდებულ გაჯეტებთან და ეს იქნება მისი სიმშვიდის პერიოდი. ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ჩაძინების კუთხით, ეს არის თუნდაც ზღაპარი, ეს არის ნებისმიერი წაკითხული მოთხრობა, ნებისმიერი სასიამოვნო მუსიკა. თუ კი მშობელი შესაბამისად ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს არ აქვს კვების პრობლემა, ან საფენის მოცლის პრობლემა, შესაბამისად მისი საჭმლის მონელებელი ტრაქტი მუშაობს დადებითად და შესაბამისად ის რეკომენდაციები, რაც გავეცით, მასთან მოფერება, ჩახუტება და დღის უმეტესი ნაწილი უფრო მეტად ტირის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მას არ აწუხებდეს რაიმე, არ იყოს რაიმე პრობლემა, რომელიც სამედიცინო კუთხით აუცილებლად საჭიროებს მეთვალყურეობას, ამიტომ ამ შემთხვევაში სასურველია მათ მიმართონ მათ სასურველ პედიატრს ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას. როგორც პედიატრმა ნინო თოთაძემ აღნიშნა, ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მისი განცხადებით, აუცილებელია ძილის წინ ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შეზღუდვა.